შეიძლება თუ არა რომ 200 ტონიანი გიგანტური რკინის ფრინველი, ანუ თვითმფრინავი 229 ადამიანთან ერთად ისე გაქრეს, თითქოს არც არასდროს არსებულა. ზუსტად ეს დაემართა მალაიზიის ავიახაზების რეის 370-ს. 2014 წლის 8 მარტს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სამგზავრო ლაინერი პეკინისკენ მიფრინავდა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული განვითარების ეპოქაში, სადაც გლობალური ნავიგაციით უმცირეს ნივთსაც კი წამებში ვაგნებთ, უზარმაზარი სამგზავრო თვითმფრინავის ასე გაქრობა ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. კუალა-ლუმპურის აეროპორტში თვითმფრინავზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სრულიად განსხვავებული სფეროს წარმოადგენლები ავიდნენ. მათ შორის იყვნენ ჩინელი მხატვრების ჯგუფი, რომლებიც გამოფენიდან ბრუნდებოდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა წყვილი ბიზნესმენები და 2 ირანელი მგზავრიც კი, რომლებმაც ბორტზე მოპარული პასპორტებით შეაღწიეს. სწორედ ამ 2 ირანელის გამო გამოძიება საწყის ეტაპზე ტერორიზმის ვერსიას განიხილავდა. თვითმფრინავსა და ეკიპაჟს 53 წლის კაპიტანი ზაჰარი აჰმად შაჰი მართავდა. გამოცდილი პილოტი, რომელსაც ჰაერში 18000-ზე მეტი საათი ჰქონდა გატარებული და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ყველაფერი ძალიან უცნაურად დაიწყო. ფრენიდან მალევე, როცა თვითმფრინავი მალაიზიისა და ვიეტნამის საზღვარზე იყო, კაბინაში ვიღაცამ ყველა საინფორმაციო სისტემა და რადარი ხელით გამორთო. პილოტის ბოლო სიტყვები დისპეჩერებთან ძალიან მშვიდი იყო. ღამე მშვიდობისა მალაიზიის 370. ამ სიტყვებისთანავე ლაინერმა კურსი მკვეთრად შეიცვალა, შემოbrunდა საკუთარი მარშრუტი მიატოვა და ინდოეთის ოკეანისკენ უკაცრიელი ადგილებისკენ დაიძრა. თვითმფრინავმა კიდევ 6 საათი იფრინა ავტოპილოტით, შემდეგ კი საწვავის სრულად გამოვლევის გამო წყალში ჩავარდა. ამ გაუჩინარებას მოყვა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული სამძებრო ოპერაცია. სპეციალური გემები და ღრმაწყლოვანი რობოტები ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში 100,000-ობით კვადრატულ კილომეტრზე ეძებდნენ ნამსხვრევებს. კვლევარები მუშაობდნენ ისეთ ექსტრემალურ პირობებში, სადაც წყლის სიღრმე ხშირად 4000 მეტრს აჭარბებდა, ხოლო ოკეანის ფსკერის რელიეფი სრულიად შეუსწავლელი იყო. თვითმფრინავის ზებნამ წყალქვეშა მთებისა და ვულკანების უნიკალური რუკებიც კი შექმნა, მაგრამ თავად თვითმფრინავს ვერ მიაკულიეს. ოკეანის მიერ აფრიკის ნაპირზე გამორიყული რამდენიმე ნატეხის მიუხედავად, ლაინერის ძირითადი კორპუსი და შავი ყუთი დღემდე არსად ჩანს. ამ დიდმა საიდუმლომ სხვადასხვა ვერსია გააჩინა. გარდა იმ ვარაუდისა, რომ ეს კაპიტნის მიზანმიმართული ქმედება ან ბორტის ისეთი დაზიანება იყო, რამაც ჰაერის დაკარგვა გამოიწვია, ბევრს სხვა გაცილებით მისტიკური ვერსიებისაც კი სჯერა. მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ თვითმფრინავი ამერიკელებმა საიდუმლო სამხედრო ბაზაზე დასვეს. სხვები ფიქრობენ, რომ ლაინერი ჩრდილოეთ კორეამ გაიტაცა. რა თქმა უნდა, ასევე არის ვერსიები უცხო პლანეტელებზე და უცნაურ ანომალიურ ზონებზეც. რეის 370-ის შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო ავიაციის წესები. ამ ტრაგედიის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააცნობიერეს, რომ ოკეანეების თავზე მფრინავი ლაინერების კონტროლი მხოლოდ ძველი რადარებით შეუძლებელი იყო. სიმართლე დღემდე ოკეანის ფსკერზეა დამარხული. რეისი 370 მუდამ გვახსენებს, რომ ჩვენს ტექნოლოგიურ ეპოქაშიც კი არსებობს საიდუმლოებები, რომლებსაც ვერ ვხსნით. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს.